პრეზიდენტი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლეს სკოლაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ. გიორგი მარგოლაშვილს და ნინო გვენეტაძეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა უახლესი ტექნიკით აღჭურვილი იმიტირებული სასამართლო პროცესების ხდომათა დარბაზი და განახლებული ბიბლიოთეკა დაათვალიერებინა. ის რაც ხდება ამ სკოლაში საფუძველს უყრის კვალიფიკაციას, საფუძველს უყრის იმ ადამიანებს, რომელთაც უნდა მიიღონ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები, რომლებიც უკავშირდება თითოეულ ჩვენთაგანის ბედს, იღბალს და ჯამში და მთლიანად იმ ნდობას, რომელსაც სახელმწიფო როგორც ასეთი იმსახურებს საზოგადოებისგან. ეს არის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია, რომელიც უკავშირდებოდა პროექტის ფარგლებში იმიტირებული სასამართლო დარბაზის, ბიბლიოთეკის და სხვა ელექტრონული დახმარების განხორციელებას, რომელიც იუსტიციის უმაღლეს სკოლაში როგორც სამოსამართლეო კანდიდატების სწავლისა და მომზადების დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს, ასევე ეს განკუთვნილია სასამართლო მოხელეთა სპეციალიზაციის გადამზადებისა და კვალიფიკაციის სასამართლებლად. პროექტის მიზანია იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება, რაც მნიშვნელოვანი წილად თავისთავად გაზრდის იუსტიციის უმაღლესი სკოლის ეფექტურობა სწავლების განხორციელების პროცესში, რაც თავის მხრივ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მოქმედი, ასევე მომავალი მოსამართლეების და სასამართლო სისტემის სხვა თანამშრომლთა ხარისხიანი სწავლების უზრუნველსაყოფად.